ეს ლექსი დავწერე 2021 წლის 5 თებერვალს, რომელი ლექსიც რომ მე მიუძღვენი იმ ჩემ ქალიშვილს, ანუ ეგრეთ წოდებულ მეგი ქამაშიძეს, ანუ სინამდვილეში მეგი შაინიძეს, რომელიც რომ დაიბადა დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში და თავისმა ხიზლმა დედამ და ბებიამ იმდენი უჩიჩინეს რომ ჩემს მიმართ მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი ჩაუნერგეს. ამჟამ ჩემი ქალიშვილი 23 წლის იმყოფება, რომელიც რომ ცხოვრობს ადიგენში, თუმცა არ ვიცი რომელ სოფელში და თუ ის გაყვა ცოლად. მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცი რომ 2 შვილი ყავს. ეჰე შვილო მეგუნია, მე ხან მზის ჩასვლას ველოდებოდი და ხანა მამაყ მთვარის ამოსვლას, მე ამ სიმღერას მაშინ მღეროდი, როცა ვფიქრობდი შენთან წამოსვლას, მაგრამ ცხოვრებამ ისევ გამწირა და კვლავ აღმოჩნდი ციხის კედლებში, სადაც რომ უკვე ძილშიც ვღიღინებ მკერდ შემკობილი ცრემლის მენდლებში. და თუ ცხოვრებამ აღარ გამწირა, გნახავდა სულში ჩაგეხუტები და როცა აგიხსნი, რაც არ იხსნება, მერე ხო ვეღარ გამევუტები. მე ხან ვარსკვლავებს ვეფერებოდი და ხან მღიმარე მინდვრის ყვავილებს და ხან შენს ნაცვლად გულში ვკოცნიდი ხანძეს ხამთვარეს და ხან მალვინებს, მაგრამ დღეს კი ამ წყეულ ციხიდან ვეღარც მზეს კოცნი, ვეღარც მალვინებს, ვეღარც ვარსკვლავებს ვერ ვეფერები და ვერც მღიმარე მინდვრის ყვავილებს. ეხლა ძნელია ციხის კედლებში, როცა ჯალათი სულს რომ გიწუხებს და წვიმის ნაცვლად როცა ეს სიზმრებიც ცრემლების შხაპით მკერდს რომ გიწუწებს. შენ სიყვარულს ვერ შევადარებ, ვერც ძეს, ვერც თვარეს და ვერც მალვინებს და ვერც ამ ურცხ და ურიცხ ქონებას და ვერც მღიმარე მინდვრის ყვავილებს. ეხლა ძნელია როცა სიკვდილი ციხის კარზე რომ მოგიკაკუნებს და სიცოცხლეში ვისაც ნატრობდი ის რომ საფლავში მოგინახულებს. შვილო მეგუნია, მე სიმღერა პატარავ შენ მოგიძღვენი გულითა, რომ იამაყო ამ ქვეყნად შენი შემქმნელი სრჯულითა. ერთი სიტყვით შობს რომ ლოცვით გაიმყარო გონებაც და წელია, რადგან მახვილი გონება ხმალზე უფრო ჭრელია. შენ გეხუტუნე სულში, შვილო მეგუნია, და შენ პატარა ბარტყებს, ანუ ჩემი შვილიშვილებს. იქნებ მოხვიდე გონს და გამოვხიზდე და გაგახსენდეს, რომ შენ მამა ყავს, რომელ მამაზეც ვარი განაცხადე იმის გამო, რომ ჯადოგა გაკეთებული ჰალალი ღვიძლი დედისგან და იმ შენი ჯადოქარი ბებიასგან, ქამაშიძე თამარისგან.